ირაკლი კობახიძის გამოსვლა სხდომათა დარბაზში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებით და ხელჩართული ჩხუბით დასრულდა. ერთმანეთს მმართველი პარტიისა და გიორგი გახარიას გუნდის წევრები დაუპირისპირდნენ, რის გამოც სხდომა დროებით შეწყდა. ფიზიკური დაპირისპირება იმ დროს დაიწყო, როდესაც პარტია გახარია საქართველოსთვის წევრი გიორგი შარაშიძე სიტყვით გამოდიოდა. შარაშიძემ პრემიერ-მინისტრის მისამართით თქვა, რომ ქართული ოცნებაც კი არ იმსახურებს დღევანდელ პრემიერ-მინისტრს და დარწმუნებულია, რომ მის ამ მოსაზრებას თავად ქართული ოცნების წევრებიც ეთანხმებიან. სწორედ ამის შემდეგ ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ხელაძესა და გახარია საქართველოსთვის წევრ გიგა ფარულავას შორის სხდომათა დარბაზში დაპირისპირება დაიწყო, რაც სხვა დეპუტატებს შორის ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. კობახიძე გამწარდა, იმიტომ რომ ვერ უპასუხა ვერცერთ შეკითხვას, შემდეგ დაიწყო რაღაც ჭორაობა, ჩამოდგა და დაიწყო ჭორაობა. და ამ ჭორაობის შემდეგ, როდესაც ამანაც ვერ უშველა, იმისთვის რომ ჩამოერეცხა ის სირცხვილი, რომ არის არაკომპეტენტური, უვიცი, არაპროფესიონალი, თავისივე სამთავრობო გუნდით, საშველად მოიხმო მოძალადეობრივი ჯგუფი, სიმრავლითაც და ფიზიკური შესაძლებლობითაც უკეთეს მდგომარეობაში ადამიანები ძალადობდნენ 6 ქალზე და 6 კაცზე. ეს იყო გუშინდელი მდგომარეობა. რაც შემოვიდნენ პარლამენტში ლექსიკით, ქცევით, ქმედებით, გამომწვევი მოქმედებებით, ვერ წარმოიდგენ და ვერ წარმოიდგენ საზოგადოება, როგორ არაადეკვატურ ფორმატში იმყოფებიან პარლამენტარიზმთან საერთოდ დამოკიდებულებაში. და როგორ ახლა თქვენ კარგად ნახეთ, ეს გადაღებულიც არის, პირდაპირ შეურაცხყოფა როგორ მიაყენა ერთ-ერთმა მათთაგანმა ჩვენ კოლეგას და ბუნებრივია ახლა ხელის მოქნევაზე, დედის გინებაზე, ახლა ქართველს აქვს თავისი რეაქცია და არც პარლამენტი არ არის კიდე გამონაკლისი ამ შემთხვევაში. ეს არის ძალიან სამწუხარო, თუმცა აბსოლუტურად ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და ადამიანის მოთმინებასაც, მით უმეტეს ქართველი კაცის მოთმინებას, როდესაც პირდაპირ დავალება ჰქონდათ მიღებული გახარიას თანამშრომლებს, ანაპარტიელებს გახარიასგან, რომ ბინძური შეურაცხყოფებით უნდა წარმართულიყო მთლიანად ეს პროცესი და მოხდა ძალიან ბევრი შეურაცხყოფის, ძალიან ბევრი პირადი შეურაცხყოფის მოთმინება, უბრალოდ არის რაღაცა საზღვარი, რის მერეც მით უმეტეს ქართველი კაცი რაღაცას ვერ მოითმეს და სამწუხაროდ ეს ყველაფერი გადაიზარდა მათ მიერ დაგეგმილ სწორედ ამ ინციდენტში.